რა სარგებელს ნახავს მომხმარებელი 1 ოქტომბრის შემდეგ, ანუ მას მერე რაც კონკურენციის სააგენტო მთელი მასშტაბით ამოქმედდება. კონკურენციის სააგენტომ ბაზარზე მონოპოლიები უნდა გააკონტროლოს, მათ შორის ნავთობის იმპორტში მონოპოლისტი კომპანიებიც. ამას კი სავარაუდოდ საწვავზე ფასების შემცირება მოჰყვება. მოგება საკმაოდ მაღალია. 1 ლიტრის ღირებულება, მისი თვითღირებულება დაახლოებით შეადგენს 1 ლარსა და 65 თეთრს. სენტა-პეტროლიუმის დამფუძნებელი ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული მაღალი ფასის მიზეზებს ხსნის. ზალია კობიძე ამბობს, რომ საგრძნობი კლება ბაზარზე ახალი მოთამაშეების არარსებობის გამო ვერ ხდება. ბიზნესმენი საფასო პოლიტიკას არაკონკურენტულ გარემოსა და მცირე კომპანიებისთვის შექმნილ არახელსაყრელ ვითარებას უკავშირებს. რამდენიმე მოთამაშე, როდესაც მთლიანად განსაზღვრავს საფასო პოლიტიკას, ბაზრის და მთლიანად ბაზრის სიტუაციას. პატარა მოთამაშეები ისინი ამით ვერ შექმნიან საქართველოს ბაზარზე, იმიტომ რომ კონკურენციას რეალურად ვერ გაუწევენ. ნავთობიმპორტიორების საფასო პოლიტიკას ტრადიციულად საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებით ხსნიან. გალფში ხვალიდან საწვავზე ფასების შემცირებასაც გეგმავენ. ნავთობიმპორტიორთა კავშირში კი აცხადებენ, რომ ბაზარზე მძაფრი კონკურენციაა და ოპერირების შესაძლებლობა მცირე კომპანიებსაც აქვთ. თუ ბაზარზე არ არის კონკურენცია, მაშინ იდეოლოგიურად ის მევაკითხა 5 კომპანია ოპერირებს ბაზარზე და ასევე არაბრენდირებული სეგმენტი და რანაირად. ხო, ანუ 5 კომპანია ის თავის განსაზღვრავს, რომ მათ შორის არის ძაფრი კონკურენცია. კომპანია გალფი ხვალ 25 სექტემბერს ფასებს დააკლებს ნავთობპროდუქტებზე, ყველა პროდუქტზე 5-6 თეთრი დააკლება ფასი. როდესაც მოდის იმპორტის პერიოდი, მაშინ ვახდენთ საწვავზე ფასების დაკლებას, ამ ფასების გასცას. იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაც არის პლატზე. ეს მონაცემები 20-21 აგვისტოს მდგომარეობით საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასებს ასახავს, როდესაც თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასები დაფიქსირდა. თუმცა ქართულ ბაზარზე საწვავი არ გაიაფებულა. კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და დარღვევებზე რეაგირება. ამ მიზნით შექმნილი კონკურენციის სააგენტო უფლებამოსილების შესრულებას 1 ოქტომბრიდან დაიწყებს. ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რომელი სფეროების მოკვლევა მოხდება. სააგენტოს საკითხი მოთხოვნა შეისწავლონ, აბსოლუტურად ყველა უნდა შეისწავლონ, პირველ რიგში რა თქმა უნდა შეისწავლონ იმას, სადაც უფრო რთული სიტუაცია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შესაბამისი კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობდა. მათი განმარტებით სააგენტოს ყველა იმ სფეროს მოკვლევა შეეძლება, სადაც მონოპოლიის ეჭვი არსებობს. სააგენტო გახდება ქმედითი და დაიწყებს უკვე იმ ბაზრებზე მოკვლევის აქტიურად დაწყებას, რომელზეც უკვე არსებობს და საზოგადოებაშიც უკვე ცნობილია, რომ არსებობს ანტიკონკურენტული ქმედების ნიშნები და შესაბამისად ბაზარზე არსებული მდგომარეობა იძლევა იმის საფუძველს, რომ შეიძლება კონკრეტულ ბაზარზე თავისუფალი კონკურენცია იყოს შეზღუდული. ექსპერტი პაატა შეშელიძე კი კონკურენციის სააგენტოს არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ უწყება კონკურენტუნარიან ბაზარს ვერ უზრუნველყოფს. თანაბარ პირობების ადგენს კანონი ან რეგლამენტაცია. ორივე ეს არის ხელისუფლების შემოქმედება. იქიდან გამომდინარე, სრულიად ნონსენსია, რომ ახალმა სტრუქტურამ, განახლებულმა სტრუქტურამ, მაგალითად პარლამენტს გაუკეთოს მონიტორინგი. საერთაშორისო ბაზარზე ბოლო 2 თვის განმავლობაში ნავთობპროდუქტებზე ფასები ყველაზე დაბალია. ქართველ ნავთობიმპორტიორებს კი კონკურენტული ბაზრის არსებობის დამტკიცება უკვე კონკურენციის სააგენტოსთვის მოუწია.